მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, ისისის თვარის არხზე. დღეს მუშაობთ რუნების ორაკულით, აი ამ ულამაზესი, უკარგესი, უსაყვარლესი, აი უმკაცრესი ორაკულით, ხო? ანუ ეს ორაკული არის ძალიან მკაცრი პირდაპირ და ესე ვთქვათ ფილტრების გარეშე. და ამ გაშლაში ჩვენ წავიკითხავთ და ესე ვთქვათ მე წაგიკითხავთ თქვენი პიროვნების ქვეცნობიერს და ნახავთ თუ რას ბედავს, უბრალოდ რას ვერ ბედავს ის თქვენთან დაკავშირებით, ხო? აქ მოისმენთ არა იმას, რასაც პიროვნება გეუბნებათ, არც იმას, რასაც გაჩვენებთ, ხო? აი მოისმენთ იმას, რასაც საკუთარ თავსაც ვერ უტყდება ეს პიროვნება. გთხოვთ გაითვალისწინოთ შემოძვირფასებო, რომ ეს საჯარო გაშლა არის ზოგადი და ეს კოლექტიური გაშლა, ხო? ამიტომ აიღეთ მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც თქვენს ისტორიას და შინაგან შეგრძნებას, ეს ვთქვათ, ეხება, ეხმიანება და რეზონირებს, ხო? თუ გსურთ კონკრეტულად თქვენი სიტუაციის დეტალური ანალიზი რუნებზე, თუნდაც, ხო? შეგიძლიათ მომართოთ პირადად WhatsApp Viber-ზე ნომერზე 5500504 ახლა კი მოდით შემოძვირფასებო გავხსნათ ჩვენი ულამაზესი რუნები, უკარგესი რუნები და ვნახოთ რას ვერ ბედავს ის თქვენთან დაკავშირებით. წავიკითხოთ მისი ქვეცნობიერი თქვენთან მიმართებაში. წავიკითხოთ ის, რასაც საკუთარ თავსაც კი ვერ გაუბედა, რომ ვთქვათ ეთქვა საკუთარი თავისთვის, ხო? ვნახოთ ახლა რას ვერ ბედავს ის თქვენთან დაკავშირებით. ჩაიფიქრეთ საკუთარი თავი, პიროვნება, კონცენტრირდით საკუთარ თავზე და მასზე და დავიწყეთ. რას ვერ ბედავს ის თქვენთან დაკავშირებით, შემოძვირფასებო, მისი ქვეცნობიერი. აბა. ალბათ არ ჩანს ბალეთები ესე გავწევ. და აი მოდი ასე ვიტყვით, ფონური, ესე იგი, სანამ ფონზე გადავალ პრინციპში ვიტყვი, რომ ეს გაშლა გვიყვება პიროვნების ქვეცნობიერზე, იმ შიდა სივრცეზე, სადაც გადაწყვეტილებები ჯერ კიდევ, ესე ვთქვათ, არ არის ნათქვამი, მაგრამ უკვე მიღებულია, საუბარია სიმართლეზე, რომელსაც ეს ადამიანი საკუთარ თავსაც კი ვერ ეუბნება, ხო? ფონური ენერგია არის ალგიზი, ასე ეს ბარათი, ეს რუნა, ალგიზია და ეს ბევრს გვეუბნება და გვიხსნის, ხო? ალგიზი აჩვენებს ადამიანს, რომელიც მუდმივად თავდაცვით პოზიციაშია. ანუ მისი ქვეცნობიერი მუშაობს პრინციპით, სჯობს დაიცვას თავი, ვიდრე გარისკოს, ხო? აქ ესე იგი არ არის სიცივე ან გულგრილობა მისი მხრიდან, აქ არის შიში, რომელიც გადაიქცა თავდაცვა და ეს დაცვა კი ესე ვთქვათ ერთდროულად არის მისი ფარით და ბლოკით, იცავს მას ტკივილისკენ, მაგრამ უკეტავს მას კარს სიახლეებისკენ, ეს ესეა. შემდეგი ბარათი, მოდი ესე აღვნიშნავ, არის ინგუზი. და ინგუზი გვიჩვენებს მის რეალურ გრძნობას. ეს არის დამწიფებული სრულყოფილი მისი ემოცია, რომელსაც ესე ვთქვათ შეუძლია რომ რეალიზებული იყოს, ხო? ანუ რეალიზაცია შეუძლია ამ მშობას. აქ ჩანს ძლიერი მიზიდულობა, სურვილი, დაწყების, ახლო კავშირის პოტენციალი და ეს გრძნობა არის ცოცხალი, თბილი და აი რეალურია, მაგრამ ჯერ არის ჩაკეტილი, ხო? ინგუზი ამბობს, რომ ყველაფერი შინაგანად და შიგნით არის მზად, თუმცა ნაბიჯი ჯერ არ არის გადმდგმული, ხო? ეს არის ენერგია, რომელიც დაგროვდა, მაგრამ არ არის თავისუფლებაზე გაშვებული, ხო? ამასთან ერთად ამოტრიალებული ლაგუზი გვიჩვენებს იმას, ძვირფასებო, რასაც ის მალავს. ეს არის დაბლოკილი ემოციური დინება მისი. აი მისი ემოციები. მას არ სჯერა საკუთარი გრძნობების, ეშინია ემოციურ პროცესში შესვლის თქვენთან, რადგან ფიქრობს, რომ თუ გრძნობას გაჰყვება, მიყვება, ის დაკარგავს კონტროლს. აქ არის, ესე ვთქვათ, მისი შინაგანი ქაოსი, არეულობა და შიში, აი ამ გრძნობებში არ ჩაიძიროს საერთოდ ჯამში. ხვდებით, ანუ ამიტომ ის არჩევს, ესე ვთქვათ, ემოციურ თავშეკავებას, ესაც გარედან შეიძლება სიცივედ ან დისტანციად აღიქავდეთ თქვენ მისგან, ხვდებით, მაგრამ რეალურად ის არის მისი თავდაცვის მექანიზმი. ანსუზი არის შემდეგი ბარათი და გვიჩვენებს რეალურად მის შიშს სიმართლის თქმის მიმართ. მას ეშინია საუბრის, აღიარების, იმ სიტყვების წარმოთქმის, რომლებიც უკან, ასე ვთქვათ, შეიძლება ვეღარ დააბრუნოს, ხომ? ეს არის შიში
არა თავად სიტყვების, არამედ იმ პასუხისმგებლობების, რაც დიალოგს შეიძლება მოჰყვეს, ხვდებით ან თქვენთან საუბარს. მისი ქვეცნობიერი გვეუბნება რაზე? თუ იტყვის, ყველაფერი შეიცვლება, სწორედ ამიტომ დუმილი ხდება მისთვის უსაფრთხო ზონა საერთო ჯამში, რაცაც ეს გაშლა ჩვენ გვიჩვენებს. აი ეს ბარათი არის ბოლო, ეს არის დაგაზი, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მწიფდება. ეს ესე ვთქვათ, არის გარდატეხის ენერგია. აქ უკვე აღარ არის, ესე ვთქვათ, ბჭყალებში იქნებ, ხომ? ცვლილება გარდაუვალია, თუმცა დაგაზი ასევე გვაფრთხილებს, რომ ეს მოხდება მაშინ, როცა შიდა კონფლიქტი დასრულდება. ეს შეიძლება იყოს მოულოდნელი ნაბიჯი, მკვეთრი საუბარი, ან ესე ვთქვათ, ძველი შაბლონის საბოლოო დასრულება. დრო აქ მუშაობს პროცესზე და არა დაჩქარებაზე, აი პირდაპირ ესე რომ გითხრათ. საბოლოოდ ეს ადამიანი ესე გეტყვით, რომ ვერ ბედავს გრძნობების ესეთი თავისუფლებაზე გაშვებას, თავისუფალი იყოს თავის გრძნობებში, ვერ ენდობა საკუთარ ემოციებს და ვერ ამბობს იმ სიმართლეს, რომელიც შინაგანად უკვე მასში არის ჩამოყალიბებული. ალგიზი გვიჩვენებს რეალურად შემოძვირფასებო, აი ეს ფონური ბარათი ჩვენი, ხო? გადავდებ ესე რომ ალგიზი გვიჩვენებს რეალურად შემოძვირფასება, რომ მისი მთავარი ბრძოლა თქვენთან კი არ არის, არამედ ეს ბრძოლა არის საკუთარ თავთან და ეს ბრძოლა მიმდინარეობს ახლა და მიუხედავად იმისა, რომ გარედან თითქოს ყველაფერი არის გაჩერებული, ქვეცნობიერში ცვლილებები უკვე დაწყებულია, ჩემოკარგებო, მის ქვეცნობიერში. ანუ ახლა რა მინდა გითხრათ, რომ რეალურად მისი ყველაზე დიდი შიში თქვენ არ ახართ, ანუ მისი ყველაზე დიდი შიში არის ის, რომ აი რაც თქვენთან ერთად შეიძლება საკუთარ თავში მან გააღვიძოს, ხვდებით? ანუ აი ეს არის რეალურად ის ყველაფერი, რაც აი ამ რუნებმა დღეს მისი ქვეცნობიერი შიშების შესახებ მოგვიყვა, ხო, რასაც თქვენ ვერ გეუბნებათ, არ გაჩვენებთ და ასე შემდეგ. შემოძვირფასებო, მადლობა, რომ ამ ენერგიაში ჩემთან ერთად იყავით. გისურვებთ სიმართლეს, რომელიც გაძლიერებთ და არა ტკივილს და ასე ვთქვათ, და გზას, რომელიც არის ჩაკეტილი. მე გისურვებთ ყველაფრის აი ტკივილების გაშვებას, გზების გახსნას, რომელიც მშვიდობამდე მიგიყვანთ. რაც არ უნდა გადაწყვიტოთ, რაც არ უნდა გადაწყვეტილება მიიღოთ თქვენ, ხვდებით, ანუ ყველაფერი უნდა გამშვიდებდეთ და თქვენმა გულმა ყოველთვის იცოდეს ისი ღირსიც არის. თუ ისი ღირსი ხართ თქვენ. მოკლედ შემოძვირფასებო, აი ეს ყველაფერი და გემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით.